ჩვენ დიდი ხანი ვაპირებდით ქუთაისში ჩამოსვლას, იმიტომ რომ ქუთაისი ისეთი ის ქალაქია, სადაც ჩვენ 4%-ზე მეტი ავიღეთ წინა არჩევნებზე და ამიტომ რაღაცნაირად ძალიან გვიხაროდა აქ ჩამოსვლა და იმ ხალხის გაცნობა, ვინც ჩვენს მხარდამჭერებად ჩამოყალიბდნენ. უამრავი ახალი ადამიანი გავიცანით და გვინდა რომ დავგეგმოთ მათთან ერთად იმ კანდიდატის შერჩევა, რომელიც ქუთაისში წარმოადგენს გირდს ამ არჩევნებზე. შესაბამისად ველოდებით იმას, რომ ადამიანები იაქტიურებენ ჩვენი მხარდამჭერები და რაღაცნაირად უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს. ძალიან ყოფილი ვართ დღევანდელი შეხვედრით და ველოდებით კიდევ უფრო მეტ აქტიურობას და კიდევ უფრო მეტ ახალ ადამიანს ქუთაისიდან. არა, მერობის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ ალბათ არ გვეყოლება, ჩვენ გვეყოლება საკრებულოს წევრობის კანდიდატები, იმიტომ რომ ეს ის პოზიცია, სადაც ერთი ან ორი ადამიანის გაყვანა ჩვენ შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგებით. ამ არჩევნებზე უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და ამიტომ გვინდა რომ ქუთაისელებთან ერთად შევარჩიოთ, ქუთაისელების მიერვე შევარჩიოთ ის კანდიდატი, რომელიც ჩვენს მოსაზრებებს წარმოადგენს ქუთაისის საკრებულოში. ჩემი აზრით მთავარი პრობლემა, რაც გააჩნიათ ქუთაისელებს, არის ის, რომ თბილისი მათ ართმევს თვითმმართველობას. ყველაფერი წყდება თბილისში. ქუთაისელობის წართმევა თუ რამე გინდა გააკეთო, ეს ხდება თბილისიდან და ეს ხდება ცენტრალიზებულად მთავრობის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისელებს ჭირდებათ თავისუფლება და ისინი თვითონ იპოვიან მათი განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზას. ასე იყო ისტორიულად, ტრადიციულად. და ქუთაისის საქმე მის მერე წავიდა უკან, როდესაც მას ყველა თავისუფლება ადგილზე გადაწყვიტოს ქუთაისის საქმეები წაართვეს და გადაიტანეს თბილისში და თუ ყველაფერი თბილისშია, ცხადია რომ ქუთაისი ვერ ვითარდება. ამ გაგებით ყველა საქართველოს რეგიონს და ქუთაისაც მათ შორის ჭირდება თავისუფლება იმისთვის, რომ სწორად მიაგნოს იმ სფეროს, რომელიც ქუთაისელებისთვის არის საინტერესო. მე რეცეპტით არ ჩამოვდივარ. მე ვიცი, რომ თავარი რეცეპტი არის ის, რომ თბილისში რაც ყდება, ის უნდა ყდებოდეს ქუთაისში და მე ქუთაისელები თვითონ იპოვიან ამ რეცეპტის განვითარების უკეთეს გზას. ზოგადად ოპოზიცია, რომელიც აქამდე არაპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და პარლამენტში გაიმარჯვეს და საერთოდ არ შევიდნენ, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. პირიქით მე ვფიქრობ, რომ კარგიც კი არის, რომ ეს ხალხი არ მონაწილეობს არჩევნებში და ახალ ადამიანებს ექნებათ შანსი თავი გამოიჩინონ. ფოცების ქმედება რაც შეეხება, ეს პირიქით ამ პროცესის ხელშემშლელია. და ეს რაღაცნაირად ნაცმოძრაობის რებრენდინგს უფრო ემსახურება ჩემი დაკვირვებით, ვიდრე რამე სერიოზულ ქმედებას, მაგრამ ის ხალხი, რომელიც ყველა არჩევნებში მონაწილეობს და მე ან ბოიკოტით არ დაკავებული, ან საერთოდ არ შედის და ხოცებს მარტო ტოვებს, იქნება ეს საკრებულოები თუ იქნება ეს პარლამენტი, ჩემი აზრით დიდად გულასაწყვეტი არ არის ეს ხალხი არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. არ ვიცი რას ნიშნავს კოლექტიური მოძრაობა, ნაცმოძრაობა და რას ნიშნავს გაუქმდეს მდინარაძის აზრით, იმიტომ რომ მე რაც მაგ წარმოდგენილი უფრო რებრენდინგს გავს ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის. თორემ ნაცმოძრაობის ყველა ლიდერი იმას გულისხმობ, რომ ჩვეულებრივად ნაცმოძრაობის სხვადასხვა ლიდერები სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდებიან და ასე მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში. რა ახალი იყო წინა არჩევნების დროს და რითი განსხვავდებოდა ნაცმოძრაობისგან. თორემ ნაცმოძრაობის წევრებს რო პოლიტიკაში ყოფნა აუკრძალო, მაშინ ნახევარი კოცები მე მგონი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ და ამას ხوار იზამენ. შესაბამისად ახალი ტიპის რებრენდინგი იქნება ნაცმოძრაობის, რომ უფრო კარგად დააშინონ ხალხი, ჩემი წარმოდგენით. რაც შეეხება ამ კომისიას, დასაკვირველია ეს ბლეფია, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისია არის სინამდვილეში უმცირესობის ინსტრუმენტი, საპარლამენტო უმცირესობის, იმისთვის რომ გამოიძიოს პოლიტიკურად სხვადასხვა ტიპის საქმეები, რადგან მის ხელში არ არის პროკურატურა, არ არის სასამართლო და ასე შემდეგ. და როდესაც მთავრობა, რომელს ხელშიც არის ყველა ეს ინსტრუმენტი, რაც მე ჩამოვთვალე, პროკურატურის გადმოტანას ცდილობს პარლამენტში, თავისი შინაარსით და იქ-ის უმრავლესობის წევრები და არც ერთი ოპოზიციის შინაარსობრივად ეს ვერანაირი საგამოძიებო კომისია ვერ იქნება. თუ გინდა რომ ვინმე ადამიანი დანიშნო პროკურორად, ის პროკურორად უნდა დანიშნო და არა პარლამენტის კომისიის თავმჯდომარედ თუ დანაშაულის გამოძიებას აპირებ. თუ პოლიტიკურ პრეტენზიებთან გაქვს საქმე, დებატები უნდა გახსნა, საკუთარი ეთერები უნდა გახსნა, იქ მოიწვიო პოლიტიკოსები და იქ გამორთა დისკუსიები შენთვის საინტერესო თემაზე და რაც შეიძლება დროულად, თორემ მე-13 წელს და მე-15 წელს რომ მართავ რაღაცაზე დისკუსიებს, ყველას ესმის რომ ამას რეალურ დისკუსიებთან არაფერი კავშირი არ აქვს. გამსახურდია სამთავრობის დამხობის და ეკონომიკის
ჩემი აზრით ის გამოძიება უნდა მომხდარიყო აქამდეც. და აქამდეც უნდა ქონოდა პოზიცია მასთან დაკავშირებით პოლიტიკური. შესაბამისად, იმის გაკეთებას მეგონი არავინ არ აპირებს, იმიტომ რომ ბოლოს რო გადათვლიან აღმოჩნდება, რომ ბევრი ამ მთავრობაშიც კი არის იქიდან შემორჩენილი. შესაბამისად, ეს არავის არ აწყობს, ამიტომ ნაცებთან ბრძოლა უფრო მარტივია, თან ისე რომ შენი საკუთარი თანაგუნდელი ნაცები არ შეიმჩნიო.